ჩვენი ტვინი ძირითადად წარსულის პროდუქტია. ემოციები კი წარსული გამოცდილებების ქიმიური ნარჩენებია. როდესაც ადამიანი ყოველდღიურად ერთსა და იმავე რუტინას მიჰყვება, მისი სხეული და გონება ავტოპილოტზე გადადის. შედეგად, ხვალინდელი დღე გუშინდელი ზუსტი ასლი ხდება და მომავალი უბრალოდ წარსულის გამეორებაა. ასეთ პროგნოზირებად რეალობაში ახალი შესაძლებლობებისთვის ადგილი აღარ რჩება. მაგრამ გახსოვდეთ, სადაც მიდის ყურადღება, იქ მიედინება ენერგია. ახალი რეალობის შესაქმნელად აუცილებელია ან გაფანტული ენერგიის უკან დაბრუნება და ყურადღების შინაგან სამყაროზე გადატანა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ტვინსა და სხეულს არ შეუძლიათ განასხვაონ რეალური მოვლენა და გონებაში მაღალი კონცენტრაციით წარმოდგენილი განცდა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბიოლოგია ისე, თითქოს მომავალი უკვე დადგა. სტრესის ემოციები თიშავს ჯანსაღ გენებს და იწვევს დაავადებებს. თუმდათი ამაღლებული ემოციების განცდით, ჩვენ შეგვიძლია ახალი ჯანსაღი გენების გააქტიურება. ეს ამტკიცებს, რომ თქვენშივეა ძალა შეცვალოთ საკუთარი ჯანმრთელობა ყოველგვარი წამლის გარეშე. როდესაც გონებას ძალით აბრუნებთ აწყო მომენტში, თქვენ არღვევთ ავტომატურ პროგრამას. სხეული უნდა დაემორჩილოს გონებას და მხოლოდ ეხლა მომენტში ყოფნით თავისუფლდება ის ენერგია, რომელიც აუცილებელია ახალი რეალობის შესაქმნელად.